თავი მე-18. ეს თქვა იესომ და თავის მოწაფეებთან ერთად კედრონის ხევს გაღმა გავიდა, სადაც ბაღი იყო, რომელშიც შევიდა თვითონ და მისი მოწაფეები. მისმა გამცემმა იუდამაც იცოდა ეს ადგილი, რადგან იესო და მისი მოწაფეები ხშირად იკრიბებოდნენ იქ. იუდამ კი წაიყვანა რომაელთა რაზმი და მღვდელმთავართა და ფარისეველთაგან გამოგზავნილი მსახურნი და მივიდნენ იქ ლამპრებით, ჩირაღდნებითა და იარაღით. იესო მიცოდა რა ყველაფერი რაც მოელოდა, გამოვიდა და უთხრა მათ. ვის ეძებთ? მიუგეს მას. იესო ნაზარეველს. უთხრა მათ. მე ვარ. მისი გამცემი იუდაც მათთან იდგა. როდესაც უთხრა. მე ვარო. დაიხიეს უკან და მიწაზე დაემხნენ. კვლავ კითხა მათ. ვის ეძებთ? მათ უთხრეს. იესო ნაზარეველს. მიუგო იესომ. გითხარით მე ვარ მეთქი. მე თუ მეძებთ ესენი გაუშვით, წავიდნენ. რათა აღსრულდეს მისი ნათქვამის სიტყვა. ვინც შენ მომეცი, მათგან არავინ დამიღუპავს. სიმონ პეტრეს კი მახვილი ჰქონდა. იშიშვლა. დასხო მღვდელმთავრის მონას და მარჯვენა ყური ჩაათალა. მონას მალქოზი ერქვა, მაგრამ იესომ უთხრა პეტრეს. ჩააგე მახვილი ქარქაშში. ნუ თუ არ უნდა შევსვა სასმისი, რომელიც მამა მომცა. მაშინ რაზმმა 1000 თავმა და იუდეველთა მსახურებმა შეიპყრეს იესო და შეკრეს. პირველად ანასთან წაიყვანეს. ის იყო სიმამრი, კაიაფასი, რომელიც მღვდელმთავრობდა იმ წელიწადს. ეს ის კაიაფა იყო, რომელმაც იუდეველებს ურჩია, უმჯობესი ერთი კაცი მოკვდეს ხალხისთვისო. იესოს მიჰყვებოდნენ სიმონ პეტრე და სხვა მოწაფე. ის მოწაფე მღვდელმთავრის ნაცნობი იყო და იესოსთან ერთად მღვდელმთავრის ეზოში შევიდა. პეტრე კი კარს გარეთ იდგა. შემდეგ სხვა მოწაფე მღვდელმთავრის ნაცნობი გამოვიდა, გადაულაპარაკა მეკარე ქალს და პეტრე შეიყვანა. აქ მხევალმა მეკარემ უთხრა პეტრეს. განა შენც იმ კაცის მოწაფეთაგანი არა ხარ? უთხრა მან. არა ვარ. იდგნენ მონები და მსახურნი და ნაკოჩხლები გაეღვევებინათ, ვინაიდან ციოდა და თბებოდნენ. პეტრეც მათთან იდგა და თბებოდა. მღვდელმთავარმა ჰკითხა იესოს მის მოწაფეებზე და მის მოზღვრებაზე. მიუგო მას იესომ. მე აშკარად ველაპარაკებოდი წუთის სოფელს და მუდამ ვასწავლიდი სინაგოგასა და ტაძარში, სადაც ყველა იუდეველი იკრიბება. ფარულად არაფერი არ მილაპარაკნია. მე რას მეკითხები? კითხე მსმენელებს, რას ველაპარაკებოდი მათ. აჰა, მათ იციან, რასაც ვამბობდი. ამ სიტყვებს რომ ამბობდა, ერთმა იქ მდგომმა მსახურმა გაარტყა იესოს და უთხრა. ასე პასუხობ მღვდელმთავარს. მიუგო იესომ. თუ ცუდად ვთქვი, დამიმოწმე ცუდის შესახებ და თუ კარგად რა დამცემ. ანამ შებოჭილი გაგზავნა იგი მღვდელმთავარ კაიაფასთან. სიმონ პეტრე კი იდგა და თბებოდა. უთხრეს. შენც მისი მოწაფეთაგანი არა ხარ? უარყო და თქვა. არა ვარ. მღვდელმთავრის ერთმა მონათაგანმა პეტრემ რომ ყური ჩამოათალა იმის ნათესავმა, უთხრა. განა მასთან ერთად არ გნახე ბაღში. პეტრემ კვლავ უარყო და მყისვე მამალმა იყივა. კაიაფასგან იესო პრეტორიაში წაიყვანეს. ადრე იყო და პრეტორიაში არ შესულან, რათა არ გაუწმინდურებულიყვნენ, რომ პასექის ჭამა შეძლებოდათ. გამოვიდა პილატე მათთან გარეთ და თქვა. რა ბრალს ასდებთ ამ კაცს? მიუგეს და უთხრეს. ეს რომ ბოროტის მოქმედი არ იყოს, არ გადმოგცემდით. უთხრა მათ პილატემ. წაიყვანეთ თქვენთან და მსჯავრით დაზე თქვენი რჯულის მიხედვით. უთხრეს მას იუდეველებმა. ჩვენ ნება არ აგვაქვს ვინმე მოვკლათ. რათა აღსრულდეს იესოს სიტყვა, რომელიც თქვა იმის მისანიშნებლად, თუ როგორი სიკვდილით უნდა მომკვდარიყო. პილატე კვლავ შევიდა პრეტორიაში. იესოს მოუხმო და უთხრა. შენ ხარ იუდეველთა მეფე? მიუგო იესომ. შენით ამბობ ამას თუ სხვებმა გითხრეს ჩემზე. მიუგო პილატემ. განა მე იუდეველი ვარ? შენმა ერმა და მღვდელმთავრებმა გადმომცე შენი თავი. რა ჩაიდინე? მიუგო იესომ. ჩემი სამეფო არ არის ამ წუთის სოფლისა. ჩემი სამეფო რომ ამ წუთის სოფლისა ყოფილიყო, მაშინ ჩემი მსახურნი იბრძოლებდნენ, რომ იუდეველებს ხელში არ ჩავვარდნოდი.
არა, ჩემი სამეფო არ არის სააქაო. უთხრა მას პილატემ. ესე იგი მეფე ხარ. მიუგო იესომ. შენ ამბობ, რომ მეფე ვარ. მე იმიტომ დავიბადე და იმიტომ მოვედი წუთი სოფელში, რომ ჭეშმარიტება დამემოწმებინა. ყველა ვინ ჭეშმარიტებიდანაა, ისმეს ჩემს ხმას. უთხრა მას პილატემ. რა არის ჭეშმარიტება? ეს რომ თქვა, კვლავ გამოვიდა იუდეველებთან და უთხრა მათ. ვერავით არ დანაშაულს ვერ პოულობ მასში. ხომ გაქვთ შეულება რომ პასექს ერთი გაგინ თავისუფლოთ? გსურთ რომ გაგინ თავისუფლოთ იუდეველთა მეფე? მაშინ კვლავ აყვირდნენ და თქვეს. ბარაბა კი ავაზაკი იყო.